სილაგაძე გამორბენი დაარტყა და გადარჩა ამ ეპიზოდში გარეჯი. ნახოთ ახლა უკვე იბერიას ეს შეტევა, კარგი მომენტი, თორნიკე ახვლედიანი შევიდა საჯარიმოში, ჩაწოდება, დარტყმა და გადარჩა ამ ეკონგოლოზე. ეკონგოლო 1-1-ზე რატო არ წავიდა ცენტრისკენ? აი ახლა შეიწია ცენტრისკენ, ეკონგოლო დარტყა და აი აქ ნახოთ რა მოხდება და ქარდავას პასი მარჯვნივ შეიძლება გადაცემა სიხარულიძე გაისროლა კუტალაძე შანსი აქვს აქ იბერიას ბუძე თამაში დააფიქსირა არბიტრმა დარტყმის მცდელობა გიზო მამაგეიშვილის გადაცემა წინ აქ ფრთხილად უნდა იყოს თამას ცეცხლაძე ახვლედიანი ბრძოლაში მოიპოვა ბურთი ახვლედიანის ჩაწოდება დარტყმა მომენტი ქონდა ისე გაბაძეს ყვითელი აქვს და ფრთხილად უნდა ეთამაშა ახვლედიანი დატრიალდა ამ ეპიზოდში ალთუნაშვილი მიიღო ბურთი ალთუნაშვილის გადაცემა მამაგეიშვილი ისევ სანდრო ალთუნაშვილი ჭკვიანური პასი კარგი მომენტი იცნო მოძრაობა დარტყმა 1-0 შესანიშნავი გადაცემა გააკეთა სანდრო ალთუნაშვილმა და იბერია დაწინაურდა ალექსანდრე ამისულაშვილი გოლის ავტორი პირველი და სადებიუტო გოლი ეროვნულ ლიგაში 18 წლის ფეხბურთელისთვის მომენტი იყო ნამდვილად სანდრო ალთუნაშვილის ძალიან მაგარი გადაცემა ამისულაშვილმა ითამაშა შესანიშნავად მოატყვა გაბაძე და დაარტყა ძალიან მაგრად ისე რომ შანსი არ დაუტოვა ლუკა კუტალაძეს და დააწინაურა თავისი გუნდი ალთუნაშვილი ისევ სანდრო ალთუნაშვილი პასი კარგი მომენტი ჩაწოდება გოშთელიანი და ოლხოვი ჩაიჭრა ეს გადაცემა ზაგანია ვნახოთ რა მოხდება ზაგანია მიიწევს წინ შევიდა საჯარიმოში დაარტყა და კუტალაძე მოიგერია ეს რომ მინდორს დაუბრუნდა გიორგი ვეკუა დაარტყა კარში არეულობა დარტყმა ლევან პაპავა 1-1 წუთზე ვეკუას ჩაწოდების შემდეგ არეულობა იყო საჯარიმოში და ვეკუას ჩაწოდება ბურთი ხვდება სანდრო ალთუნაშვილს და ლევან პაპავა ათანაბრებს ანგარიშს საჯარიმოში აგიაკვა არ იყო დამაჯერებელი ჯგერენაიას გამოაქვს ბურთი და გაისმის საფინალო სასტვენის ხმა 1-1 გარეჯმა მოიპოვა მორიგიკულა იბერიამ შეგვიძლია ვთქვათ რომ მორიკულა დაკარგა და რა შედეგით დასრულდება გორიზილასა და ფოთის კოლხეთის შეხვედრა ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული